და დადგინდა რომ ამ წელს ყველაზე მოდური ეგრეთ წოდებული selfies გადაღება იყო და სწორედ ამიტომ BBC 2014 წელი selfies წლად გამოაცხადა. ალბათ. ხო, მთელი მსოფლიო მოცულია ამ selfies ავტოპორტრეტებით გახსოვთ ალბათ ელენ დეჯენერესის ცნობილი წამყვანი, რომელმაც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად selfie გადაიღო და ამ selfies მსოფლიოში ყველაზე მეტი გაზიარება ჰქონდა. შესაბამისად ჩვენს მოდი ავყვეთ მოდურ ტენდენციებს და 2014 წლის ბოლო selfie გადავიღოთ ერთად. კარგი selfie გადავიღოთ. მოდი ჩვენთან და კოტეს მიცეთ და მაყურებელს ისიც ვუთხრათ რომ ექიმებმა დაადგინეს რომ ძალიან ბევრი selfies გადაღება და ატვირთვა მავნებელი ფსიქიკური დაავადებაო ესე თქვენს მეცნიერებმა და ზუსტადაც განსაზღვრეს. და ხელი შეუწყოთ ჩვენ ამ ფსიქიკური დაავადების გასცემას. ისე კოტეს ხელი GoPro-ს ჯოხივით. 4 selfies მეც თუ გადავიღებთ დღეში შესაბამისად ჩვენ ფსიქიკურად შეჭრილებას აი ჩვენი selfie ცოტა მია ინსტაგრამზე, თორე ცოტა თამახორები, მაგრამ Twitter-ზე ავჯურთავთ და თუ არ ექნება იმდენი გაზიარება, რამდენიც Ellen DeGeneres-ის არ გვეწყინება. აი სულხან სამაურბელიანი რო გვიყურებდეს ახლა ამდენ სიტყვას გაიგებ და ძალიან მაინტერესებს. სიბრძნესიც რო ისას